ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ყველას არხის გამოწერისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და ლაიქებისთვის. ვისაც არ გამოგიწერეთ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ. ახლა კი ნახოთ როგორი რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისთვის ამჟამად. მოდი ვნახოთ, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისთვის ამჟამად, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ. ჩემო ძვირფასებო, იცით როგორი მომენტია, პიროვნება განდეგილის არკანშია, განდეგილის არკანშია. შესაძლებელია თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ მისთვის. Ну, რა თქმა უნდა, მაგრამ თავს გრძნობს ძალიან მარტოსულად ეს პიროვნება. შესაძლებელია იმიტომ, რომ ვერ გაძლევთ, ვერ ურთიერთობაში იმას, რაც თქვენ გსურთ, ხო? თქვენ ძალიან ცეცხლოვანი პიროვნება ხართ, ენერგიული და შესაძლებელია მას არ შეუძლია იმის მოცემა, რაც თქვენ გსურთ და ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავსაც ადანაშაულებს, საკუთარ შინაგან ძიებაშია, შინაგან რაღაც პროცესებშია, ეძებს, ხო? ეძებს, როგორ მოგიდგეთ, რანაირად, ასე ვთქვათ, რა შემოგთავაზოთ ისეთი, რომ შეინარჩუნოს ის სტაბილურობა, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ თქვენ მისთვის. ჩემო ძვირფასებო, შესაძლებელია ამ მომენტისთვის თქვენ ან დროებითი სიცივეა ურთიერთობაში და შესაძლოა საცალკე ხართ, ხო? ანუ ზურგი გაქვთ ერთმანეთისთვის შექცეული და რაღაც პაუზაა თქვენ შორის, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ. თუ გაინტერესებთ, ხო? თუ ეჭვგეპარებათ მის, ასე ვთქვათ, გრძნობებში თქვენს მიმართ, მე მინდა გითხრათ, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ. კი, შესაძლებელია ამ მომენტისთვის ურთიერთობა გაჩერებულია, პაუზა ურთიერთობაში, მაგრამ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ძიებაშია. იმის ძიებაში, როგორ განაახლოს ის ურთიერთობა, როგორ გამოასწოროს, თუ რაიმე შეცდომა იყო ამ ურთიერთობაში დაშვებული, რომ აღადგინოს ის სტაბილურობა, ის ჰარმონია, ის გრძნობა, რაც იყო თქვენს შორის და მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ერთმანეთის მიმართ ნამდვილად არ იყავით გულგრილი, ხო? თქვენ, იმიტომ რომ ორიანი თასი ეს არის ორმხრივი პარტნიორობა, ორმხრივი ურთიერთობა, როდესაც ორივე პიროვნება დებს ურთიერთობაში რაღაც მარცვალს, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა განვითარება. შესაძლებელია თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ამ მომენტისთვის, უბრალოდ ამ მომენტისთვის კი არა, თქვენზე ან უფროსია, ან რაღაც იცით როგორი მომენტია, რაღაც სხვაობაა თქვენ შორის, ხო? შესაძლებელია, მაგრამ და ეს ცოტა გონებას გიბნევთ და გაურკვევლობაში გაგდებთ, ხო? რომ რაღაც ეჭვის მარცვალი ჩნდება ურთიერთობაში, რაღაც გრძნობების მხრივ, ხო? თითქოს გაურკვევლობაა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობაში არის, ну, თქვენ ძვირფასი ხართ მისთვის კი, ნახეთ, მზის არკანი, უბრალოდ ამ პიროვნებას შესაძლებელია იმდენად ცივი, იმდენად ინტელექტუალური პიროვნება, იმდენად გონებით საზღვრავს ყველაფერს, გონებით და არა ემოციით, ხო? მისთვის ემოციური გამოვლენა, ემოციების გამოვლინება ძნელია, ხო? ძნელია, რომ გამოავლინოს სულად ემოციური თვალსაზრისით თავშეკავებული პიროვნება, მინდა გითხრათ, თავშეკავებული პიროვნება, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანი ხართ. აი ეს იყო მოკლე გაშლა, ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ, ვისთან როგორ რეზონირდება ეს გაშლა, მინდა გითხრათ, რომ არის იმ პირებისთვის, ვის ურთიერთობაშიც პაუზაა მომენტში და არ გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ პიროვნება გამუდმებით ძიებაშია და ფიქრშია თქვენთან მიმართებაში, ჩემო ძვირფასებო. აი ესეთი იყო ეს გაშლა, მადლობა და ნახვამდის. დამიტოვეთ კომენტარები, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. ყველა კომენტარს ვკითხულობ და მადლობას მოგახსენებთ ყველაფრისთვის. ნახვამდის.